დღეს ვილაპარაკებთ ჩვენს ძვირფას სხეულებზე, რა ნიშნებს გვაძლევს ის, როგორ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რატო უნდა მივაქციოთ და საერთოდ რისთვის უნდა დაუმეგობრდეთ სხეულს და მოვუსმინოთ იმისთვის, რომ ცხოვრება გაგვიმარტივდეს და რაღაცაებს მივხვდეთ იმაზე ადრე, ვიდრე ალბათ ექიმები მივხვდებიან, ან ჩვენი გარშემო მყოფები და ჩვენი სხეული მართლა არის ინდიკატორი პრინციპში, როგორ არის ჩვენი ნერვული სისტემა, როგორ ვცხოვრობთ, რა გამოწვევები გვაქვს და პოტენციურად ან არსებული დაავადებების შესახებაც გარეგნულადაც იძლევა ნიშნებს, რომელსაც ხშირად უგულვებელყოფთ, იმიტომ რომ ცხოვრობთ არანორმალურ რეჟიმში და რუტინაში. დღეს ჩემი სტუმარი არის ქეთო ბექაური. მე ვარ ელენა, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და გამოიწერეთ არხი, ლაიქით დაწერეთ და კომენტარით ძალიან გამიხარდება თუ და თუ არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ. ხო. აუცილებლად. გამარჯობა. როგორც მასპინძელი გითმო ფასპარეს და დავიწყო ჩვენგან. რას ფიქრობ, აი როგორ ხარ შენ სხეულთან, რა ნიშნებს გაძლევს? ვფიქრობ, რომ უკვე კარგად. უფრო მეტ რაღაცას ვამჩნევ, ვიდრე აქამდე ვამჩნევდი. და ბოლოს რომ აღნიშნე სხეულის ნიშნებზე და ყურადღებას რომ არ ვაქცევთ, ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ გადავფაროთ ეს ჩვენი სიგნალები. მაგალითად კანის სიმშრალე როცა გვაქვს რაღაც ანტონალურს ავისვამთ, მაგალითად აი ფრჩხილებზე შენ რო თქვი, მანიკურს ავისვამთ, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს სასარგებლო ჩვენი სხეულისთვის, იმიტომ რომ ის ფრჩხილი სიგნალს გვაძლევს, რომ რამდენად ჯანმრთელები ვართ. მაგაზე შენ უფრო კარგად მოყვები. მაგალითად, თმას ვიღებავთ, ამიაკიანის აღებავთ, რომელიც აზიანებს ჩვენ სკალპს, თმას და თუნდაც ეს ჭაღარა ან გაცვენილი თმა, ბუდობრივი თმა, რაც სტრესის გამო არის გამოწვეული, არ არის ეგეთი ყურადსაღები ხოლმე. და ჩემთვის ძალიან ლოგიკური გზა გამოვიდა იმ მხრივ, რომ რაც მეტად დავიწყე სხეულისთვის მოსმენა, ფსიქიკაც უფრო მეტად ძალაგდა, ჩემი ნერვული სისტემაც დამშვიდდა, იმიტომ რომ აი ამ ქაოსში და გიჟურ რუტინაში, რომელშიც ვიყავი, მანამდე არ ვაქცევდი ყურადღებას, რა მომენტში უნდა დამესვენა, დაღლილი რო ვიყავი, კიდევ უფრო მეტად ვიღდიდი ხოლმე საკუთარ თავს და ეს ახალგაზრდა სხეულს რო გაატანინებ. რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან ძვირი დამიჯდა, მაგალითად, წელის ტკივილებით, დიდხანს ფეხზე დგომისგან, ვენები მტკიოდა, სამზარეულო მოგეხსენებათ ძალიან ძიმე და სტრესული სამსახურია. ასევე ნაადრევად გავჭაღარავდი. კი მიყვარს ჩემი ჭაღარები და ძალიან ლამაზია, თუმცა არ მგონია მთლად გენეტიკის დამსახურება. დედამ კი მითხრა, რომ შენ ხელს უკვე საკმაოდ გქონდა ჭაღარებია, მაგრამ ეტყობა უფრო მეც ნერვიულობ. შეიძლება ადრე უფრო მეტი იყოს ან რომ, თუმცა ვისურვებდი, რომ ჩემი თმა დიდხანს ყოფილიყო მუდმივად ყავისფერი და ხასხასა და ბზინო არა, იმიტომ რომ ეს ჭაღარათმა მაინც უხეშია დაუმორჩილებელია, ფორმას კარგავს და ასე. და ხანდახან აი თითქოს იძულებით გინდა დაიბერო თავი, როცა ახალგაზრდა ხარ. ეგრე აღიქმება რა და ეგრე არ არის. უბრალოდ არ გინდა რომ ზიანი მიაყენო საკუთარ თავს. შეღებვით სიტუაციაზე. მე ვიღებავდი თმას აქტიურად, მაყურებელსაც ეხსოვნება რომ ნახოს. ქერა ვიყავი სრულიად. მართლა? მე გადაპარსული მქონდა თმა და რა მომივიდა ძალიან დიდი ხანი. ალბათ წელიწად ნახევარი სულ ქერა ვიყავი, აი ფერფლისფერი ქერა. და გამინადგურდათ მე ისეთ ცუდ დღეში მქონდა. მე მგონი მაგ დროს კიდევ უფრო დავიწერეს. მე ეგ თმაც რომ გადავიყვარს და ჩემი თმა რომ ამომივიდა, მივხვდი რომ მე მგონი ჭაღარები მაქვს, მანამდე ვერ ვამჩნევდი და იმდენად დამიკარგა თმის ხარისხი, თან ძალიან მიყვარს ჩემი თმა და რაც უფრო გავიზარდე, უფრო მეტად დავაფასე და ბავშვობაში რაც გქონდა ის როკენა სულ ვისწორებდი და მე მივხვდი რომ უნიკალურია ჩემი თმა და ეს ხვეულები რო აღარ იხვეოდა, მანდ მივხვდი რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ და ეხლა ძალიან მომწონს როგორც არის, ვინმეს თუ არ მოწონს ჩემი ჭაღარები, ეს მისი პრობლემაა. მე ძალიან სიამოვნებს და არ ფიქრობ რომ მაინც და მაინც
ასაკთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის ჭაღარაზე გამახსენდა, რომ არის არადადასტურებული, მაგრამ პრაქტიკა, რომელიც ანუ რივერსს უკეთებს ჭაღარას რა. ოღონდ ჭირდება 6-დან 12 თვემდე, უნდა გაიზომო რამდენად რკინა დეფიციტული ხარ და მოკლედ რკინის მიღებას იწყებ რა, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში რკინის გამორეცხვის განაცხადება ორგანიზმიდან და არა მარტო რომ ძალიან დაისტრესე სიტუაცია, შეიძლება წყალს სვამდე ისეც ან რაღაცა საკვებს იღებდე, ან ისეთ გარემოში ცხოვრობდე, რომელიც ხელს უწყობს მე გავიკეთე ანალიზი და არ ვიყავი დეფიციტული, მაგრამ ავიტანდი დანამატად და დავიწყე დალევა, მაგრამ თვითონ რკინა არის ძალიან ორგანიზმი მძიმედ იღებს დანამატის სახით რა. და დამეწყო აი ეს თავბრუსხვევა, გულისრევა, შეგრძნება. ვაშლი რო ჭამო ბევრი. ხო და აი ეგ ჯერ ვერ მოვიცალე რომ დავადგინო რა შეიძლება იმდენი არ ჭამო 20 კილო სიტუაცია რომ უფრო სწრაფად მიიღო აითვისო რა. და აი რომ მიუბრუნდა ჩვენ სხეულის მინიშნებები ახსენე რომ მაგალითად წელის ტკივილი. აი შენი გამოცდილებით შეიძლება და ადრეც გტკენოდა და ყურადღება არ მიგექცია და ყურადღება ის მიქცევარაც დაიწყე უფრო და უფრო ხვდები ნიშანს თუ აი ზოგადად როგორ შემოვიდა ეს წელის ტკივილი გაცნობიერება როგორ მოხდა რომ უი წელი მტკივა ძალიან გეტკინა თუ აი რაღაცა ნელ-ნელა შემოგება რა. ნელ-ნელა შემოპარო არ მახსოვს, მახსოვს რომ ძალიან მეტკინა. აი ვიტყვი რომ გამიშეშდა კიდეც რაღაც მომენტში რომ ვიხრებოდი, აი ამ წელის მიდამოებში ძალიან მეტკინა და რო ვწვებოდი ხოლმე განსაკუთრებით მაგ დროს დღის ბოლოს სამსახურის მერე ჰორიზონტალურად რო ვწვებოდი ისე ბჟუო და ეგ ადგილი რომ მივხვდი რომ ეს არ იყო მხოლოდ დატვირთული დღის, იმიტომ რომ არიან მძარეულები, რომლებიც ვარჯიშობენ და ფიზიკურად აქტიურები არიან, სპორტ დარბაზში დადიან, იოგას აკეთებენ, გაწოლებს და მათ აქვს წელის კუნთები იმდენად გაძლიერებული, რომ იჭერს და აღარ არის ეგეთი მტკივნეული. მე არ ვაკეთებდი მაგას, ეგეც მინუსი არის აუცილებლად, იმიტომ რომ კუნთი თუ არ გააძლიერა, გეტკინება ყველა ვარიანტში. თან მით უმეტეს წელი ესეთი ადგილი არის, რომ მთელი ხერხემალი და ზედატანი აწვება სიმძიმე და მერე მაგან გამოიწვია ქუსლების ტკივილი, კოჭების ტკივილი, მუხლების ტკივილი, ეს ამორტიზება ძალიან ტკიოდა და სულ რო დავდიოდი ჭრაჭრანობილი ხოლმე. და არ იყო სასიამოვნო მაგის მოსმენა. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ამილაგდა, ყოველ შემთხვევაში ყველაზე მეტად რაც შევძელი არის ის რომ რო ვისვენებ დანაშაულისგანც და არ მაქვს. ეგ მეც თანდაყოლილი მქონდა. აი მეგონა რომ აი უბრალოდ დაჯექი ცოდვას ვარიანტი რა. აი ხმარო ჩაგესმის რომ შენ უსაქმური ხარ. ხო და აი რომ ძილის არმაცი ხარ და არა და როჯერ ფედერერს 12 საათი ძინავს დღეში. როცა აქტიური იყო ჩოგურში და არ ვიცი ახლა როგორ არის, მაგრამ ჯოკოვიჩი 8-9 საათი, ანუ ძილი არის პირველი ესე ვთქვათ საკვები ალბათ რეგენერაცია არის ყველაზე მარტივი სხეულისთვის. და აი რომ ვკითხულობთ წიგნს სულიერებისთვის ან მედიტაციას ვაკეთებთ აწყოში ყოფნისთვის, სხეულსაც თავის პატივი უნდა მივაგოთ, იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში და ამ დედამიწაზე ის დაგვატარებს. და აი მე პირადად ვგრძნობ, რომ სხეულზე რაც უფრო ვორიენტირდები, მას შემდეგ რაც გაცნობიერებული ცხოვრებით ვცხოვრობ ხო, მით უფრო კარგად ვგრძნობს ჩემი სულით თავს. აი მაგალითად, თუ შევჭამ კაბაბს, მაგ დღეს ჩემი სულით საკმაოდ მძიმედ გრძნობს თავს, მაგრამ თუ შევჭამ, არ ვიცი, წიწიბურა, მოხარშული კვერცხი, კიტრი პომიდორი და მორჩა, მაგ დღეს ჩემი სული სხეულთან ერთად სუბუქად გრძნობს თავს. მე იმას არ ვამბობ, რომ მარტო სხეულზე უნდა ორიენტირდე, იყო ჩემს ცხოვრებაში ეგეთი პერიოდიც, როცა მარტო გონებაზე ორიენტირდებოდი და სხეულზე და მაშინ ორი უკიდურესობა არის. სული ძალიან დაჭმუჭნული და დაპატარავებული მყავდა, მაგრამ მარტო სულზე ფიქრმაც და სულის საკვებზე
ზრუნვამაც მომიტანა ის თუნდაც სხვა ფაქტორებთან ერთად რომ მოვიმატე დაახლოებით 30 კილო. აი რაღაცა ჩავთვალე რომ სხეული არ იმსახურებს არც ეირნობას, არც მასაჟს, არც არ ვიცი მოფერებას, არც მადლობას და ეხლა უკვე იმ ეტაპზე ვარ მივხვდი რომ ეს ერთმანეთის კომბინაციაა და როგორც ჩვენთან არის რელიგიაში ხო რომ ღმერთი ანუ სამი კომპონენტისგან შედგება ესე რომ ვთქვათ რა ჩემ შემთხვევაში თქონია რომ ესე ვარ მე ვარ ჩემი სხეული გონება და სული და სამივე სჭირდება რაღაცა ჰარმონიული თანაარსებობა და ჩემ შემთხვევაში აი სხეულის ნიშნები აბსოლუტურად გათიშული მქონდა მაგალითად მეგონა რომ ამბობენ გოგოები PMS-ის დროს ხასიათი მეცვლება, რაღაცა საჭმელი მინდება, ანუ იმდენად გონებაზე და სხეულზე ვიყავი ორიენტირებული, რომ ვფიქრობდი, რომ ესენი ამას იტყუებიან ალბათ, როგორც ორსულებმა რო იციან, ხო იცი, ეხა აუჩამინდა ზამთარში. აი ეგ იმდენად უცხო იყო, რომ არ უსმენ საერთოდ ჩემთვის PMS-ი და menstruაციის პერიოდი და ყველა სხვა ფაზა იყო ერთნაირი. იმიტომ რომ მქონდა 24 საათიანი კაცის ციკლი. ანუ ჩემთვის არ იყო რომ თვის დასაწყისი ესეთია და თვის სულ ერთნაირი იყო და მათ შორის ვიზუალური გამოვლინებაც და ეხლა რაც დავიწყე სხეულის მოსმენა, აი PMS-ის ბოლო დღეები აუცილებლად შეშუპებულიო. ანუ სხეულს მივეცი უფლება რომ იცხოვროს ჰორმონებთან ერთად რა. ეგეც ვთქვათ, რომ ჩვენთვის, ქალებისთვის და ჩვენი ჰორმონების და სხეულისთვის ის რეჟიმი, რაც კაცებისთვის ჩვეულებრივი არის, არ მოდის თანხვედრაში ერთმანეთთან. არა. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალებმა არ უნდა ვიმუშაოთ და რესურსები უნდა დავზოგოთ და რაღაცა მაინც და მაინც ფერიებივით ვიცხოვროთ. არა, უბრალოდ, როდესაც იცი, ჩვენი სხეული როგორ ფუნქციონირებს, რომელ ეტაპზე, როდის გაქვს ენერგია, როდის გაქვს დასვენების პერიოდი, როდის გაქვს შედარებით აქტიური ფაზა ან პირიქით უენერგიო ფაზა, უფრო მეტად იყენებს შენს რესურსს მაქსიმალურად, ანუ თქვა, თუ შენ არ გაქვს მე ჩემს თავზე ვწყო, მე არ მაქვს იმის ძალა, რომ დღეს მაგალითად მთელი სახლი დავალაგო და მე სამსახურში წავიდე და რაღაცა მეილებს უპასუხო და რაღაცაები ჩავწერო და ვისეირნო და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ უნდა გავაკეთო და არ უსმენ სხეულს, ეს მე ამას მე ვიყავ ხარ გადაწვამდე. და მე გვიყვირს ხოლმე რაღაცები, რომ გვტკივა, ან იქანთებითი პროცესები არის, ან მომნელებელი სისტემა, რომ სტოპდება, ან პრობლემები გვაქვს, ან სახეზე გამონაყარი გვაქვს, ან უცებ ზოუნაუთი რო გემართება, გათიშვა რო აქ არ ხარ, იმიტომ რომ ან ძილი გაკლია, ან დასვენება გაკლია, ან მალნუტრიციის ქვეშ ხარ და არ იღებ საკმარის ნუტრიენტებს, რომელიც აბსოლუტურად რომელიც აუცილებლად საჭირო არის განსაკუთრებით ეგეთ დროს. იმიტომ რომ ბევრ ელემენტებს კარგავთ ციკლის დროს და ამ ყველაფერს მე მიყავ ხარ გადაწვამდე და რაღაცნაირი ის მგონია რა, არათანაბარი და არასამართლიანი შეჯიბრების ეტაპია, რომ იმას ეჯიბრები, რომელსაც მსგავსი ჰორმონები არ აქვს, ამ შემთხვევაში კაცებს გულისხმობ. სხეული კი გვაქვს ორივეს, მაგრამ არა გვაქვს იმდენი ამტანობა, როგორც მათ, ანუ მათ 30 დღე, 30-ვე დღე შეუძლიათ ერთ და იგივე ჰორმონალური ფონი კონდეთ და მე არ მაქვს, ანუ იყო პერიოდი რომ მეგონა რომ შემეძლო და მართლაც ეგრე ვმუშაობდა, ვოპერირებდი, მაგრამ ნუ ბოლოს მე ოპერირებდი. რა ეგ კარგი სიტყვა. ჩვენ ვოპერირებთ, როცა ეგეთ რუტინაში ვართ ნამდვილად თან ეს მე ყველაფერზე გადადის რა, შენს გარემოზე, შენს მეგობრებზე, სხეულს რო თავი გაანებო, ირგული ყველაფერი რთულდება, იძაბება და მე ყველაფერი ერთად გიტევს, შენი სხეული, შენი ფსიქიკა, სული, სამყარო, გონია რომ თავზე გენგრევა ყველაფერი და ამ დროს უბრალოდ იმიტყვარი რომ როცა გეძინებოდა არ დაიძინე, როცა დასვენება გინდა და არ დაისვენე და როცა აქტიური იყავი, იმ დროს არაფერი არ გააკეთე. შეიძლება არაფერი არ გააკეთო და არც გაქვს მოწოდება რამის კეთების, თუმცა როცა იცი რა მომენტში რისი ძალა გაქვს და რა ტევადობა გაქვს და გაგაჩნია, იმას ვერ იყენებ სათანადოდ. და აი შენ როგორ ახერხებ მესმის რომ ცხოვრების სტილი შეიცვალე და ანუ გულისხმობ აღარ ხარ ისეთ
ძიმე მამაკაცურ რუტინაში, როგორც იყავი, მაგრამ ახალგაზრდა დედა ხარ და თან რასაც მე ვაკვირდები ძალიან ჩართული და ანუ რაღაცა ძიძა და თანხმა. კი ბატონო, აი როგორ ახერხებ, რომ არ გამოეთიშოს ხელს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, რომ დღეები, თუნდაც დღე გავიდეს ისე, რომ რაღაცა აი არ გქონდეს ალბათ შვიდად შენთვის ყოფნის რომ იყო დამკვირვებელი, ან არ გაგახსენდეს, ან იღლებოდი. აი რას გვეტყოდი როგორც დედა, აი როგორც full time დედა, რას გვეტყოდი რომ რა პრაქტიკა, ან არ ვიცი, რაღაცა რჩევა, რომ სხეულს მოусმინოთ. შენ როგორ უსმენ ამ დღეებში? თავიდან ძალიან მიჭერდა, იმიტომ რომ ახალი იყო ჩემთვის პირველი შვილი და დედობა. თუმცა მივხვდი რომ თუ ამ ყველაფერს კეთება მინდა, უნდა გავაკეთო ჩემ შვილთან ერთად. და არის ხოლმე ფანჯრები, როცა მაგალითად ყველაზე დიდი ფანჯარა როცა ძინავს და მაგ დროს ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს და მძინავს ხოლმე მეძბასთან ერთად. ეს არის აი საუკეთესო რამ. მე თან ძალიან მიყვარს შუადღით ცილი. აი ბავშვობიდან ყოველთვის შემეძლო რომ შუადღით დამეძინა და მგონი მაგ დროს არ ვიცი ვიზრდები უფრო მეტად და იტვირთება ხოლმე რაღაცა ახალი იდეები და მეორე ის რა თქვათ აი სუნთქვითი პრაქტიკები კავკასიურ როგას სუნთქვებს ვაკეთებ და ვარჯიშობ და როცა თამაშობს ხოლმე ან რაღაცა სულ 3 წუთი ჭირდება ამ სუნთქვების გაკეთებას მაგ დროს ძივარ და უბრალოდ სუნთქავ და თვითონაც რომ უკვე მიხვდა რომ ამას ვაკეთებ ხოლმე მოდის და მეორე მესამე ის გამო რომ აი ძილი სუნთქვას ვაკეთებ ხოლმე და შემდეგ არის რომ დილით რო ვდგები ხოლმე მასთან ერთად ვიფერთხავ სხეულს და ვტუნაობ რაღაცა ხელის მოძრაობებით კიდურების გაქნევა გამოქნევა კი მიყურებ და ხოლმე თავიდან გაუგნებული რომ რას ვაკეთებ მაგრამ მე თვითონაც იგივე სიმეორებს კიდე ის რომ ძალიან ბევრი ვიმუშაო საკუთარ თავზე რომ ეს ჩემი ნეიროპლასტიურობა ჩემს სასიკეთოდ გამომეყენებინა და პაუზა ძალიან კარგად გამიჭდა რა. აი განსაკუთრებით რთულ მომენტებში, როცა ჭირვეულობს ან მე ძალიან გადაღლილი ვარ, აი 2 წამი არის ხოლმე, რომ ამას გავაკეთებ და მე ეგრევე მშვიდება, იმიტომ რომ ეს სხეული გამომყავს ამ გაყენვის, გაქცევის რეჟიმიდან. Flight or fight და freeze რეჟიმსაც ეძახიან და ძალიან რთული ამის მიღწევა, იმიტომ რომ ჩემი ნერვული სისტემა არ იყო მაგას მიჩვეული პირიქით რაღაცა სულ სტრესი არ გავძლოვავს ძალიან სტრესულ გარემოში, თუმცა არც არავის უსწავლებია ჩემთვის როგორ უნდა გავამკლავებოდი ამ ყველაფერს და ეს გამკლავების მექანიზმები შემომესწავლა. განსაკუთრებით მაშინ დამჭირდა, როცა შვილი გამიჩნდა, იმიტომ რომ კარგავ შენს თავს ისეთ თავისუფალი ვეღარ ხარ როგორც მანამდე იყავი და ესე უცებ ვერ ადგები და ვერ წახვალ სასეირნოდ რაღაცა შუადღით, იმიტომ რომ შენ გინდა რომ განიავდე. კი, მოიკიდებ შენ შულს წახვალ, მაგრამ ნუ იქ პატარა ისენი არის რა რა ქვია, რუტინა რა ამ მომენტში უნდა ჭამოს, ამ მომენტში უნდა დაიძინოს, ყველაფერს ერთად ვაკეთებ, თუმცა მე ვეღარ ვარ ბოლომდე ავტონომიური საკუთარ თავზე. შესაბამისად იზოლებული გავხდი, რომ ეს გამკლავების მექანიზმები მესწავლა. თუმცა რასაც ყველაზე მეტად გამიცდი ჯერჯერობით და ალბათ ამას განვახორციელებ, იმპლემენტაციას მოვახდენ, არის ფიზიკური აქტივობა. რასაც ვერ ვახერხებ. აი ვარჯიში. აი და ის ზოგადად ჩემი აღქმით ფიზიკურად აქტიური ხარ რა თვალსაზრისით, იცი? ხო, რომ შეიძლება დავდივარ ფეხს. მოძრაობ, ანუ არ ხარ მოდი ვიჯდები ტიპი რა. არა, აი როცა შეიძლება ენერგეტიკულადაც ეგეთი. მაგრამ აი მაინც რაღაცა სხეული მთხოვს, რომ სისტემატიურობა აკლია ალბათ. დისციპლინა, ხო, რაღაცა აი რაღაცა ადგილები ხომ რისი მოძრაობაც მინდა. კი ვაკეთებ ესე რომ ახსენდება, მაგრამ აი ეს რომ ყოველდღიურობაში გადავიტანო რა, დღე-გამოშვებით მაინც. ხო და ჯერ მეზარება, აი მაქვს იოგა მატი, სახში შემიძლია რომ გავშალო და თქვაც გაწოლები გავაკეთო, მაგრამ სხეულს ვაცდე, როცა შემიძლია ვაკეთებ. ყოველ შემთხვევაში ძირი მიღწევაა, რომ აი დაფერთხოს შვები და ხტუნაობას და სხეულზე ხელის დარტყმას, რომელიც ლიმფურ ჯირკვლებს და სისხლის მიმოქცევას ძალიან ეხმარება, თუმცა ნელ-ნელა სხვათა შორის აი დისციპლინა რო ახსენე.
მე ვფიქრობ, რომ ხალი არ არის დისციპლინისთვის დაბადებული რა. იმიტომ ეგ უფრო აი კაცის არის ისევ, იმიტომ რომ კაცი რო დისციპლინირებული არ იყოს თავის ერთნაირი ჰორმონალური ყოველდღიური ციკლით გაგიჟდება ალბათ რა. ანუ მაგ ენერგიას ესეთ სტაბილურს ძალიან შეეფერება დისციპლინა, როცა სწორი ფოკუსი ექნება და ჩვენ შემოწმებით ენერგია. და პირიქით ამ დისციპლინთან აქტიურობით ზადის ზევით. და ჩვენ შემთხვევაში ეს დისციპლინა და საკუთარი თავის მიმართ ჯარისკაცული დამოკიდებულება მაგალითად თუ მე მაქვს PMS-ი და გინდა თუ არა დარბაზში ვარ იმ კვირაში სამჯერ მისასვლელი მე ეხა ვერ ვაიძულებ რა თავს აი გამორიცხულია შენ სწორად გაშალე რაც მე გულისხმობ დისციპლინა აი რაღაცა ადაპტირებული ისევ მაგ ციკლთან და კიდევ ერთს დავამატებდი ჩემ უახლეს გამოცდილებას რაზეც საუბრობდით რომ სხეულს ძალიან კარგად ახსავს ბავშვობაში რისი კეთება გვიყვარდა ფიზიკურად. ხეზეც რომ არ ვიცი, ორდროშობანა თუ ხტუნვა თუ ცეკვა და ჩემ შემთხვევაში მე 14 წელი ვცეკვავდი და მე ნუ აბიტურიენტი რო გავხდი ცეკვას დავანებე თავი და იმის მერე იყო პერიოდი რომ 6 წელი ვიარე იოგაზე, 3 წელი პილატესზე, დარბაზში ცურვაზე, მოჭოკით ამის გარდა 2 თვე ბოქსზე, ყველაფერზე ვიარე. და არაფერი არ შემიყვარდა, ანუ ყველაფერზე მჭირდებოდა დისციპლინა, აი კაცური დისციპლინა, რომ უნდა წავიდე და გავაკეთო რა. თან მაგით რო არის განსაკუთრებით, მე პროტესტი მაქვს ხოლმე ეგრევე უნდაზე. ხო, აი წარმოვიდგინე 6 წელი დავდიოდი იოგაზე და არ მიყვარს კი არა, აი არ არის ჩემი რა. და აი ძალიან ბევრი ვიფიქრე რომ მინდა ეს ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ სეირნობა ჩემ ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ სულ სეირნობდი სიტყვაზე. თუმცა არ არის სტაბილური. დარბაზში სეირნობას ჩემი აზრით ჩვენი კოგნიტიური შესაძლებლობებისთვის აზრი არ აქვს. დარბაზში დაროშკაზე სირბილს და სიარულს და ყურსასმენების მოსმენა არ არის ის, რაც სჭირდება ჩვენ სხეულს სულს და გონებას. რა ეგ არის უფრო აი სხვა გამოსავალი რო არ გაქვს ჩემი აზრით და ცოტა ისეთი არასტაბილური გაზაფხული გვაქვს, რომ სისტემატიური სეირნობა გამიჭირდა რომ რუტინაში შემომეტანა და მოკლედ გადავწყვიტე და დავბრუნებოდი ფესვებს და ქართულ ცეკვას და 2 რეპეტიცია ვიყავი და ორივეზე წასვლამდე იყო რომ მიხარია, აი ბავშვურად, ერთი სული მაქვს როდის მივა რომ გავერთობი. აი ეს შეგრძნება რომ კი არ ჩოგბურთს უნდა დავუბრუნო. კი არ მაიძულებს ვიღაცა რომ ეხა შენ ფეხი აწიე და გავერთობი რა მაგარია. და ბოლომდე ვიხარჯები მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიჭირს ძალიან ინტენსიური არის და საათ ნახევარი შესვენების გარეშე არის, მაგრამ აი სულტანში მაჟრიალებს და აი ხვდები რომ სხეულს თურმე როგორ ენატრებოდა, როგორ ახსოვდა, როგორ უხარია, როგორ მიუხედავად იმისა რომ აი ხა ამ ხელაწანა მაქვს მომეტებული მაინც აკეთებს. როცა ნებისმიერი სხვა სპორტი რაც არის, ვამბობ რომ შეუძლებელია ეხა ვერ გავაკეთებ რა. ხო, თან ნაცნობია შენთვის და იმ. კი, აქედან გამომდინარე აი სხეულის მოსმენა შეგვიძლია მაგაშიც გამოვიყენოთ რომ აი რა უხარია სხეულს რა აი ხო არის რომ გონება აიძულებს ჩაგურდზე წესვლა, მაგრამ არის რომ ფეხები თვითონ მირბის რომ წამიყვანე რა აი ხო გრძნობა, აი ზუსტად ეგ სიხავლე რო აღნიშნე. ყველა ფერთან დაკავშირებით ეგრე უნდა ვიყოთ, აი საქმეზეც. საყვალო ცეკვა იქნება, აქტივობა იქნება, სამსახური თუ არ ვიცი რა იქნება, რომ გიხარია მისვლა, ესე იგი ეგ არის რაც შენ სხეულს ჭირდება და აი რომ მიდიხარ და ფეხები უკან გრჩება ძალიან ჭკვიანია ჩვენი სხეული რა იმაზე ჭკვიანი ვიდრე ჩვენი გონია რომ დიოდი მткნარება მეძინება და ლანჩის დროს დავდიოდი და აი 2 საათზე არ ვიცი ძილი ისე მერეო და რა ხო არ გერგება მე არ გერგება და იძულებაში ხარ და არ ვიცი ალბათ კორტიზოლიც იმატებს იმიტომ რომ არ გიხარია და აი თითქოს ღილაკზე იყო რომ პილატესის დღე შუა დღეს უნდა მეძინებოდა ძლივს მიმქონდა სხეული რეპეტიციამდე როცა ეხა აქ 8 ნახევარზე მივდივარ და უკვე ჩემთვის შედარებით გვიან არის იმ თვალსაზრისით რომ შეიძლება მაგ დროსაც უკვე მეძინებოდეს მაგრამ პირიქით
აღტაცებული ვარ რა. აქედან გამომდინარე, აი მართლა მოусმინეთ სხეულს, დააკვირდით თქვენ ბავშვობას და მოზარდობას, რას აკეთებდით და შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს, როგორ გახდეთ ფიზიკურად აქტიურები. ვიდრე რომ ყველამ იოგაზე ვიაროთ, იმიტომ რომ იოგა არის კარგი და ესეთი და ხო, არ შეიძლება რამე დისციპლინა ყველას მოსაწონეყს. მე მაგალითად ჯიმში არ შემიძლია სიარული. მკვდები, ჭკნები, ვერც ერთხელ ვერ გავაგრძელე, აი ერთი თვე დავაძალე ჩემ თავს და ნუ აი რაღაცა მგონია რომ გალიაში ვარ და აი ამ იმაზე სარბენბილებზე დავდივარ და სიმძიმეს წევროცა მირჩევნია რომ 10 კილომეტრი დავარტყა წრე, არ ვიცი, მზიურს იქნება თუ კუსტბაზე იქნება თუ სად. ანუ ბოდ ვიჯდე და მართლა გაწოლები გავაკეთო და სანამ მაგას გაიგებ რა არის საშენო, მე მგონი რომ უნდა მოსინჯო ყველაფერი და ეგეც კი, ჩაოლებრივია და თუ რაღაცა არ მოგწონს, არ უნდა თქვა რომ ჩემთვის არაფერი არ არის, არ არსებობს რომ რაღაცა არის. ჩემი აზრით შენ ხედავს სოცვა თუ მოგწონს არის ჩვენთან კედლები, სადაც შეგიძლია იცოცხო. ხო. და აი დარბაზე რაც ახსენე, ჩემი აზრით არის ანომალია რა. რომ ანომალიური რუტინა გვაქვს შექმნილი. რომ მარტო დღეში 1 საათი გვცალია ფიზიკური აქტივობისთვის, დანარჩენი კომპიუტერთან უნდა ვიჭდეთ. ნუ მაგეთი საათი ხო ჯობია ბუნებაში გაისაინოთ. ბუნებაში, მაგრამ ზოგადად აი ის ანომალია იწვევს ამ ანომალიას, რომ გალიიდან ბრუნდები სხვა პატარა გალიაში. კიდე სადაც იმის მაგივრად რომ შეშა აიღო, ან ქვაბი გადადო, ან სახლი ააშენო, გირებს იღებ და გირებით ვარჯიშობ. აი ეხლა ჩემთვის მაგალითად რომ დარბაზში შევიდა და დავინახო რომ აი ქალი კაცი ეს ცოტა სასაცილო არის რომ როგორ კი არ დავცინი, მაგრამ როგორ მივედით აქამდე რომ დავიჯერეთ რომ 5-ში უნდა ვიჯდეთ და იქ სიმძიმეები ვზიდოთ იმისთვის რომ სხეული იყოს ჯანმრთელი. ანუ რამდენად ჩამოვშორდით საერთოდ ბუნებას და როგორც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი აი იმას რა. ანუ ვიღაცები პოულობენ მანდ თავს და ეგეც სრულიად შეიძლება კი და ვიღაცებისთვის შეუძლებელია რომ შეცვალოს ჩაანაცვლოს ჯიმი რაღაცით. ახლა ჩვენ ვზივართ მზიურში, რა ვიცი, შუა დღე არის და შეგვიძლია რომ ვიჯდეთ, მაგრამ ბევრ ადამიანს არ შეუძლია ეგ და გასაგებია რომ მეც მათ შორის ვიყავი და მაგიტომაც დავდიოდი დარბაზებში, მაგრამ ეხლა გამორიცხულია რომ შევიდა დარბაზში, აი მხუთავს და მაპატარავებს და ჩემთვის ძალიან მასკულინური და აგრესიული ენერგეტიკის მატარებელია და ძირითადად ეგეთი ბრენდინგიც აქვს, რაღაცა წითელი შავი ფერები, აგრესიული მუსიკა. ხო, მუსიკაც ძალიან ძიმე იყო ჩემთვის. აი და აი სხეულისთვის შენია მე მივხვდი რომ არ გამოცდილებით რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ვიბრაციის მუსიკას მოусმენს, ხო? ძალიან დიდი და თან მივხვდი რომ ისეთი მუსიკა იყო ჩართული ხოლმე რომ მაგ ხელა აგრესიაც არ მქონდა, ანუ არაფერი არ მქონდა რის გამოც უნდა დავცვლილიყავი მაგ მუსიკის ფონზე. უბრალოდ მინდოდა რომ სხეული მეგრძნოდა, ეს სხეულის გრძნობისთვის ბევრი პრაქტიკა არსებობს. აი იოგა ჩემთვის ძალიან ახლოს არის, მაგრამ მაინც მეძინებოდა იოგაზე რა, აი ეს ძალიან რაღაცეები არ შემიძლია. ჩემი ენერგია მაინც უფრო აქტიური და მოუსვენარი არის და რაღაცა ჩოგბურთი ეხა გამახსენდა. ბავშვობის აქტივობა რო ახსენე, თამაშობდი ჩოგბურთს პატარაობაში და ფენბურთს და ძალიან მიყვარდა. და კარგადაც გავიდიოდა. ბადმინტონი, რა ვიცი, ბევრი სპორტი იყო ბავშვობაში, რასაც ჭეში ბურთი, ხო. ის თოკებზე რო რეზინოვანა, ხო. ანუ ბევრი რაღაც რაც შეგიძლია რა დღეს ცოტა სხვა ინტერპრეტაციაც მიცე და მე მაგალითად გაწოლები მიყვარს ძალიან. გაწოლები კი. იმიტომ რომ ცეკვაზე სულ ქონდა პირველი ნახევარი საათი, მაგრამ იქ ქონდა ტკივილამდე და ეხლაც მიყვარს ეგეთი. აი არ არის ეს შემთთვის ტკივილი. ეს არის პირიქით რა ნუ სიამოვნება რა ესე ვთქვათ, ახლა ისე არ ვტკენ თავს რომ მე ვერ გავიარე, მაგრამ თან არის ახლა ახალს რო სწავლობ ტვინიც ხო გტკივა და შესაბამისად კუნთიც უნდა ცოტა გაწეროს რომ მე ხო გაიზარდოს კი. და კიდევ აი სხეულს რაც შეეხება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად კაცები ისედაც ძირითადად არ ისვამენ, მაგრამ შენზე ჩემშეული, მაგრამ მანიკურს არ ისვამ. არა, რატო არ ისვამ? არ გიყვარს თუ არ ისვამ? ეს პროფესიული ის არის ამბავი, რომელიც გამიჯდა. კულინარიიდან. კულინარიის, მაგრამ ისედაც მანამდე არ რამდენჯერ წავსვამდი, სულ მეკეცდებოდა ხოლმე და მე მივხვდი რომ
ცუდს მიკეთებს და ყოველთვის ვიშორებდი ხოლმე და მე მიწევდა ხოლმე რაღაც მკურნალობა, რაღაც სპეციალური მკვლელობის წასმა და მე უკვე 22-ის რო ვიყავი და ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში, იქ გითხრეს რომ ანარი მანიკური, ანარი ბრჭყილი და ყოველთვის ვატარებ მას რა ქვია ცარიელ თითებს დაბალ ჭხილებს და ძალიან მომწონს. კი და სხვათა შორის ერთადერთხელ წავისვი შილაკი ბოდიში. ხო. ნიუ-იორკში რო ვიყავი და არ ვიცი, აი ხო ჭხილებზე მესვა. სალსალკე იყავი? სალონში ვმუშაობდი. არა, სალსალკე იყავი. სალსალკე და აი მეგონა რომ ვეღარ სუნთქავდი. აჰა. აი შილაკი ხო რაღაცა მძიმე. კი, არატარებ. აი დამეხშო ეს და რაღაცა აი მეგონა რომ სიმძიმეებს ვატარებ და თან ახალწლის პერიოდი იყო და აი 31-ში პირველში მეთქი მექნება თქო და მე სასწრაფო წესით აი მოვიფცქვენი და იმის მერე აღარ წავიდე. მე სულ ვატარებდი შილაკს, იმიტომ რომ კლავიატურასთან ვინც მუშაობს, ყველას უყვარს შილაკი, ლამაზი ფერების ჭხილები თუ რაღაც და ალბათ შეხვედრაზეც რომ მიდიხარ შეიძლება ითვლება უფრო ესთეტიური და პანამაში რომ გადავედი მოვლილი თითები არაფერი არ ჯობს. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ ახლა. იქ რაღაცა ეს რუტინა რთული იყო უფრო შილაკის და მენეჯმენტების რა, ანუ მოიტანა იყო სამი სალონი, თან არაკეთებდნენ ისეთ მანიკურს როგორც ჩვენთან. იქ აქ ჩვენთან არის რუსული მანიკურის კულტურა, აი ძალიან რო გიწესრიგებენ და იქ პროსტა გისვამენ, გიშლიან გისვამენ რა და თან ძალიან ძვირირი და მეთქი პანამაში ვარ ახლა არ მინდა და მე უკვე რაღაცას რო აღარ ვაკეთებ მე ვიცი ხოლმე კვლევა რომ რა ხდება, მაგრამ იქნებ საერთოდაც აღარ გავაკეთო. და ნუ შილაკი უკვე ევროკავშირში აიგრძალა, იმიტომ რომ არის 9 ტიპის ნივთიერება, რომელიც არის კარცეროგენული და ჩვენი ფრჩხილი არის ყველაზე გამტარი ორგანო პირის ღრუს შემდეგ საერთოდ ნივთიერებების და ყველაფრის და რატო? ადამიანი ადრე ფრჩხილს და თითის დაბოლოებას იყენებდა საჭმლის შესამოწმებლად მოწამლავს თუ არ მოწამლავს. ცხარეა თუ არ არის ხელით ჭამის. კი, და სხვა შორის ხელით ჭამაც დავიწყე და ანუ აქ რეცეპტორები ქონდა, რითიც უსაფრთხოებას ვამოწმებდით საკვების და შენ რო ზემოდან შილაკს ისვამ, ვერ სიცხარეს, ვერაფერს ამ თითით ვერ გრძნობ. მეორე იყო რომ ვიტამინების დეფიციტი, ღვიძლი, ნაღლის ბუშტის პრობლემა ყველაფერზე ფრჩხილი იცვლის ან სისქეს, ან ფერს, ან ეს თეთრი წერტილების ინდიკატორი არის და ჩვენ ანუ დაჟე რამდენად სწრაფად ვბერდებით, იზომება ფრჩხილი, რამდენად სწრაფად გვეზრდება მაგით. თუ სწრაფად გვეზრდება, ანუ ნელა ვბერდებით. და არიან ადამიანები, რომელიც ყოველდღე იზომავენ ფრჩხილს, რომ შეამოწმեն თავისი დღეგრძელობა რა, ანუ რამდენ ხანს იცოცხლებენ კიდე. მე სწრაფად მეზდება. მეც სწრაფად მეზდება. ანუ ყველაფერი ჯერჯერობით კარგად არის და მე თან არაკომფორტულია 2 საათი დაჯექი სალონში ისე. აი სალონში დიდი ხანი ყოფნა ჩემი აზრით არის ყველაზე დიდი დროის კარგი. კი, გეთანხმები. ულამაზეს წლებს. გეთანხმები. თან სალონს აქვს საკმაოდ დესტრუქციული ჭორაობის, აი დაბალი ვიბრაცია არის, ყოველთვის განიხილება სხვისი სამზარეულო რა. და ძიმეაურა იყო. ჯერ ძალიან ბევრი დრო გამომითავისუფთა, ენერგეტიკა გამისუფთავდა, მე ფრჩხილმა მიიღო ის ფუნქცია დაიბრუნა, რა ფუნქციაც ჰქონდა და თან ესთეტიურადაც მომწონს და ნერვს აღარ მიშლის, რომ ოდნავ ესე გაიზარდ. აი, როცა შენ მანიკურის წასმის ყოველკვირეულ კულტურაში ზიხარ, იქ ერთი ხაზიც ნერვს გაღიზიანებს, ხო? და საკუთარი თავის მიმღებლობა, რომ ესეთი ვარ და ეს ლამაზია. ეხლა ვერც წარმომიდგენია სიმართლე რა ვთქვა, რომ წავისვა და რაც შენ თქვი ჭამასთან დაკავშირებითაც მაგ პრინციპითაც ჭამდნენ ხელით, რომ ცხელია, ცივია, ანუ ჯერ ხელი იყო და ჩანგალი არ იყო მაშინ რა და გუგას ჩემ ქმარს უყვარს ზოგადად სტანდარტულ ადამიანთან შედარებით უფრო მეტი რაღაცის ხელით ჭამა. ეხლა კიტრპამიჯურ სალათას ხელით არ შეჭამს, მაგრამ ქათამი, თევზი, ხაჭაპური, ანუ არ იხმარს დანაჩანგალს და თავიდან ცოტა კრინჯი იყო რა, სადღაც რა ვიყავით თუ სწორედ ჯავსვი ეგ სიტყვა, რომ რაღაცა, მაგრამ მე ეთყობა პანამაში რომ არავინ მიცნობ და მეც ვიფიქრე რომ მოდი ვცდი ახლა რა.
და ისე მომწონს ხელით ჭამა, რომ შეიძლება უკვე კიტრი პომიდორის სალათად ჭამო ხელით, რაც უძაან ზეთი და ის დედამაჭოდა ხოლმე პატარა თხელ პურს ესე მოიდებდა თითში და კარტოფილს შემწვარს. აი, მაგაზე გემრიელი ლუკმა არსებობს. და ტყემალი მე სპეციალურად ჭამდი ხოლმე მე თვითონ ხელით. მაინც არ იყო ეგეთ გემრიელი. კი, ეს შორის. დედა ჩემი თითებს გონდა გემო, მაგრამ ნუ აი მე რომ ახსენდება რაღაცეები ყველაფერი კავშირდება რა ერთმანეთთან, რომ კი და ინტუიციური კვების ერთ-ერთი მთავარი რჩევა არის, რომ რაც შეიძლება რომ ხელით ჭამო, ხელით ჭამე, იმიტომ რომ კუჭზე უფრო ადრე სიგნალს ტვინი იღებს ხელიდან. და როცა შენ შუამავალს იყენებ, როგორიც არის დანა და ჩანგალი, ან თუნდაც ჩხირები, ვეღარ იღებს მაგ სიგნალს და მარტო კუჭზეა დამოკიდებული, რომელიც აწვდის გვიან. და აი მე მაგალითად პანამაში 1-2 კვირა და ვაპირებ რომ ეხლა გავაგზავნო, ვაპრაქტიკებდი ინტუიციურ კვებას. ანუ სანამ სიგნალს არ გაძლევს კუჭი შიმშილის, მანამდე არ ჭამ. სულ რო გიწევდე, სულ რო მაგას ვეცოდებ, მაგრამ არ ვიცოდი თუ ერქვა. კი, ინტუიციური კვება და მთელი ესე ვთქვათ, დიეტის კულტის და კულტურის, ესე ვთქვათ, საპირისპირო და ებრძვის დიეტის კულტურა ძალიან ინტუიციურ კვებას რა, იმიტომ რომ პოტენციურად მომავალში ალბათ ჩაანაცვლებს და რას გეუბნებიან, რომ უბრალოდ დაჯექი და დააკვირდი, ну თუ გინდა იდექი, მაგრამ როგორი სიგნალები მოდის? ანუ პირველი სიგნალი არის ყრუ შიმშილის რა, აი გაკრავს და გაივლის. ეგ უკვე ნიშნავს, რომ შენ სადღაც 1 საათში ძალიან მოგშივდება და არ უნდა მიიყვანო შენი თავი ძალიან შიმშილამდე, იმიტომ რომ მაშინ ბევრს შეჭამ. ან fast food შეჭამ, ან სწრაფად რაც მიგიწვდება ხელი. ანუ და სადღაც ნახევარ საათში 20 წუთში მეორე სიგნალი მოდის, უფრო ძლავრი და დიდხნიანი და აი ამ დროს არის იდეალური ფანჯარა რომ შენ ჭამო და შენ თუ ამას აპრაქტიკებ მე ეს გასწორდება საათზე აი წამში რა თავიდან არის რომ იმდენად დაბლაგვებული ყავს გავიღვიძევ ჭამე დაბადების დღეზე წავედი არ მშიავჭამე ეს 인ტუიცია იხშობა ვერ ხვდება სად არის მისი არის და თან მე კუჭი სიტვირთება და მუდმივად უწევს გადამუშავება და მაგიტომაც ხარ მე დაღლილი რომ ენერგია მიდის გადამუშავებაზე. კი, და აი ინტუიციური კვებაც არის სხეულის მოსმენის უდიდესი პრაქტიკა, რომლის მიმდევარიც ვერ იქნება, ვერ ჭარბჭარბნიანი, ვერც ანორექსია ექნება და ვერაფერი. მე მაგალითად დავადგინა ჩემი დაკვირვებით, რომ მშივდება მხოლოდ 2 ჯერ რეალურად და ეს არის 12 და 4. 4-დან 5-მდე. ღამე არა? არა. ოღონდ უნდა ორივე ვჭამო. და ვჭამო სრულფასოვანი რა. თუ დავაკელი ან ნახშირწყალი და მაგისკენ მიდრეკილი ვარ, რადგან პური მიყვარს. რო ვიტყვი რომ პურს არ შევჭამ, მე ყველა ნახშირწყალს ვერჩი. და თუ ვჭამე წიწიბურა, კინოა ან სიმინდი ან რაღაცა, მაინც მშივდება. ანუ ყველაფერი უნდა მიცე ორგანიზმს და მოკლედ ვისაც გინდათ რომ ჯამთელი სხეული ხანდათ გირჩევთ რომ აი ინტუიციურ კვებაზე წაიკითხოთ უმარტივესია თან არც დანამატი გჭირდება არც რომ ის არ ჭამო ის რაც გინდა არა დანამატი ხო აღარ დაგჭირდება შენ თუ საკვებით მისცემ ყველა იმ ელემენტს აღარ დაგჭირდება და კვებაზე გამახსენდა ეხლა ეს ინტუიციური კვება არ ვიცოდი ამ დასახელებით მაგრამ ამ ბოლო დროს ეგეთი რაღაც აღმოაჩინა რომ საჭმელს რო ვუყურებ ანუ ენერგიით ხვდები ეს საჭმელი მე მარგებს თუ მანანებს. ყოველ შემთხვევაში ბევრჯერ გამართლებულან რომ შევხედო საჭმელს უკვე ხვდები ამას რომ შევჭამ მე რა დამემართება. და უკვე ვიცი ხოლმე წინასწარ განწყობით აი არის საჭმელი რომელსაც შევჭამ და მსუბუქად ვარ რომელიც ძალიან მიყვარს და არა მსუბუქად მაგრამ მაინც ვჭამ და ნუ ეხლა ხორცს ვეღარ ვჭამ. აღარ ვჭამ ყოველ შემთხვევაში და ეს მართალი ყოფილა ვეგეტარიანელებზე რომ ანუ რო არ ენატრებათ ხორცი მართლა არ მაქვს ხორცს მონატრების სურვილი ყველაზე მეტად რისი კრეივინგის მაგხომე არის ტკბილეული და ეგ იმის გამო არის რომ საკმარის ცილს არ უძლევ ორგანიზმს
იმიტომ რომ ცილა რომ ჭამო იმდენი ამდენიც მჭირდება, მე ტკბილის მოთხოვნილება აღარ მექნება. კი, ტკბილი ესეც ზედაპირული მოთხოვნილება. ეს ჩემი ის არის, ხო, და თან მე გამახსენდა რომ ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავ დღის განმავლობაში. ნაი ადრე ადგომა, თქვათ, აი ეს ბავშვთან ჩართულობა, წასვლა, წამოსვლა რაღაც და რაღაცა სწრაფი შევსება. ვაძლევ რა ჩემს უფლებას, ხო. თან აღარ ვეწევი ალკოჰოლსაც აღარ ვსვამ, ხორცსაც აღარ ვჭამ და მეთქი რაღაცას დავიშავებ. დავიტოვებ, მაგრამ მაგასაც ვცდილობ ხოლმე რომ გავაკონტროლო, ანუ ძალიან ბევრ შოკოლადს კი არ ვჭამ, მაგრამ აი დღეში რაღაცა ტკბილი ძალიან მინდა ხოლმე რა, რაღაცა პატარა ნამცხვრის ნაჭერიან რაღაცა ორცხობილო. კექს მოგვიტანს ანა წიგნის კლუბში თავის გამომცხარს. ხო და აბა მაშინ. ქეთო, რომ შევაჯამოთ. როგორია სხეულის მსმენელი ადამიანის ცხოვრება? რითი განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელმაც დაკარგა კავშირი სხეულთან? ეხლა პირველი გამახსენდა შიში და გადარჩენა. აი ეგ ინსტინქტები საგრძნობად იწევს მაგ დროს, როდესაც სხეულს უსმენ, იმიტომ რომ როცა უსმენ სხეულს და ხარ შენს ჭურჭელში და ტაძარში, რომელიც დაგვაქვს შვიდად და ხარ მთლიანი და სიგნალი აღარ გაქვს რომ უნდა გადარჩი ან ვიღაცა მოგსდევს ან მაგალითად სადღაც ჩიმშილი არის და თუ ვერ სჭამ იმ მომენტში შენი ტვინი გეუბნება რომ ვერ გადარჩები ეს მომენტი ქრება, იმიტომ რომ როცა იცი, იდეალურ შემთხვევაში როცა იცი რომ როდესაც მოგშივდება შენ საკმარისად გამოკვება შენ სხეულს და როცა იღლები მაშინ დაასვენებ, შესაბამისად ეს ინსტინქტები, რომელიც გადარჩენაზე არის მომართული, აღარ არის აქტიური და შესაბამისად კორტიზოლის აღარ გამომუშავდება შენს სხეულში და პირიქით ხარ უსაფრთხოდ, ხარ მშვიდად. წონას არ აქვს მნიშვნელობა. მე არ ვფიქრობ, რომ ყველა გამხდარი უნდა იყოს, ყველა ადამიანს თავისი წონა აქვს და შეიძლება მე მაგალითად 55 კილოზე ვარ მშვიდად, ვიღაცა 70-ზე და არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა კი, მაგრამ აი თხილად ყოფნა ნიშნავს ჯანმრთელობას. არა, მაგრამ როგორც წესი, სიპუტკუნა, ესე ვთქვათ, ან თხელზე მეტი იწვევს მერე ინსულინ რეზისტენტობას, ღვიძლის გაცხიმოვანებას და ანგარიშობ შენი იმით ინდექსით, ხო. ეხლა მაგალითად თუ თქვათ ხარ ძალიან მაღალი და ხარ 80 კილო, შეიძლება საერთოდ არ იყოს შენთვის 60 კილო რო იყო სასარგებლო რა. ჩემი აზრით მაგას სხეული გაძლევს მაგაზეც ინფორმაციას. აი მე მაგალითად მეტრა 80 ვარ. ან პანამურად მეტრა 72, მაგრამ აქ სიმაღლის მიუხედავად ჩემთვის იდეალური წონა არის 62 კილო. იმიტომ რომ 62 კილოზე ზემოთ, აი 65-ით რო ვყოფილვარ, ჩემი ინსულინ რეზისტენტობა ირღვევა და გადავდივარ დიაბეტის რისკ ჯგუფში. არა და 65 კილოზე ძალიან გამხდარი ვარ. და ენდოკრინოლოგმა მითხრა რომ უფრო გამხდარიც რო იყო ანუ შენი ორგანიზმი ითხოვს რომ იყო ძალიან გამხდარი, იმიტომ რომ ეს ირღვევა ინსულინ რეზისტენტობა, რადგან დედის მხრიდან ჩემ ოჯახში ბევრ ქალს ჰქონდა დიაბეტი შეძენილი კვებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა ჩემს სხეულსაც ეს ყველაფერი ახსოვს. ხო, წინასწარ განწყობა არის. კი, და მე შემიძლია ეს წინასწარი განწყობა ჩემი ცხოვრების წესით საერთოდ მივაძინო ისე, რომ ის თავისთვის იყოს და მე ჩემთვის და არასდროს შემაწუხოს, ან შევუწყო ხელი, როგორც ჩემო წინაპრებმა შეუწყოს და გავააქტიურე და მეც დავავადდა და რა ვიცი, ჩემი სამომავლობით სიტყვაზე. აქედან გამომდინარე, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად ვიცოდეთ, რა წონა არის ჩვენთვის კარგი რა. იმიტომ რომ შეიძლება მაღალი ადამიანი სიტყვაზე მე უფრო მეუბნებიან რომ იტან წონას, არ გეტყობა ისე რაღაცა მომენტი. ეს ვიზუალურად, მაგრამ შეიძლება არ ძალიანაც გძნობს ამ ყველაფერს და ღვიძლის გამიცხიმოვანდა და ანუ საშინელი რეაქცია აქვს ჩემს ორგანიზმს წონის მომეტებაზე მიუხედავად იმისა რომ ვარ მაღალი. ამიტომ გააკეთეთ ინდივიდუალური კვლევა თქვენთვის რა არის კარგი და როგორ არის კარგი. ჩემთვის 60 კილო არის ეგ.
ხო. მაგრამ ისე უგზნობ 2 კილოსაც რომ ვიმატებ, ეხლა ვარ 55-ზე გაყინული. ბოლო რამდენიმე წელია, ნუ ალბათ სტუდენტობის მერე და ყველა მაგას მეკითხება რომ როგორ ხდებით, რომ არანაირ დიეტას არ ვიცავ და არც მაქვს გენში სიმსუქნე, სამაგიეროდ მაქვს მომნელებელი სისტემის პრობლემები და ყველას რო გონი ვარ რომ ესეთი თხელი ვარ და გამხდარი და რაღაც ამასთან ერთად მაქვს აი კუჭის პრობლემები სულ. და ცირკმელის პრობლემები და ღვიძლის პრობლემა. ანუ მუდმივად მჭირდება რომ და საჭირო არის რომ საკმარის ნუტრიენტები მივაწოდო ჩემს ხელს და არ ვჭამო ცხარე მჟავე და ჯანკ ფუდი. ეს აი კატასტროფას იწვევს, სახეზეც ეგრევე მეტყობა, ხასიათზეც და აი ეხლა მაქვს გაცნობიერებული უყვება და ინტუიციური უყვება რო ახსენე რომ უკვე ვხვდები რომ ვუყურებ საჭმელს რას მიზამს რა. ხო და რო შევაჯამოთ. ამ ფიზიკურ აქტივობაზეც ხო? ჩემთვის შენც რო ახსენე რომ აქტიური ჩანხარო, კი ვარ აქტიური, ანუ ესე ფეხით კი დავდიო, მაგრამ მაინც აი ყოველდღე პატარ-პატარა პრაქტიკა მნიშვნელოვანი არის რა და ერთი რჩევა რასაც მივცემდი მაყურებლებს იქნება რომ ეგრევე არ მიაწყდნენ ამ რაღაცა 10 კილომეტრის გავლას და რაღაცა მცირედით დაიწყონ რა რაღაცა 7 კილომეტრი რო გინდა გაიარო და ამ დროს ფრუსტრირებული ხარო ვერ გაიარო 7 კილომეტრი აღმოჩნდება რომ 10 ნაბიჯისა გავლილი და რაღაცა 1 კილომეტრის გავლა ან 2 მეტრის გავლა შეიძლება დასაწყისი იყოს იმის რომ შეამზადო შენი სხეული სამომავლოდ რომ მეტად ამტანი იყოს. იძულებით გაივლი ერთი დღე და მე როგორც მე გავაკეთე მე რაღაცა 4-5 დღე ვერ ადგები საერთოდ და მარტო იმიტომ კი არა რომ დაიღალე. აი ორგანიზმი მენტალურად არა აქვს ტევადობა, რომ თან არ არის ნაცნობი მისთვის ეს აქტივობა. მნიშვნელოვანი არის რომ სხეულს მივუდგეთ მეგობრულად და არა ის რომ აი ხვალიდან გაიღვიძე და ჯარში ხარ და ისიც ხენი და ესეც ხენი რა. აი როგორც ქეთომ თქვა ბავშვი როგორც სწავლობს ნელ-ნელა რაღაცაებს, შეგვიძლია თუნდაც ის რომ 14 წელი მოცეკვავე ვიყავი, ნელ-ნელა დავუბრუნდე და არა იმ გაწევს ეგრევე ანსამბლში ხო ვერ შევარდები შენ. საუკუნე ვცეკვავდი და ამიტომ ეხა დავუბრუნდები იგივე ტემპით და რეჟიმით. და გავფრთხილდით სხეულს და შენ გქონდა კითხვა. და შევიყვარე. მინიმუმ რა არის შენი მინიმუმი რა დაგვეტოვებინა. არის გაკეთება შეგიძლია დღეს? ხო. გააკეთეთ. ჩვენი კითხვა არის თქვენთან, რომ აი დღეს ამ მომენტში ყველაზე მინიმუმის რისი გაკეთება შეგიძლიათ. აი თუ მოგინდებათ უპასუხეთ კომენტარებში თუ გნებავთ ეს უბრალოდ საფიქრალი იყოს თქვენთვის, რომ აი ეს ყოველდღიური პატარ-პატარა ნაბიჯები რისი გაკეთებას დღეს შეგიძლიათ, რეალურად მიგიყვანთ იმ თქვენს დიდ სასურველ შედეგამდე. იმიტომ რომ ოლიმპიური ჩემპიონები ვერ ხდებიან ეგრევე ოლიმპიური ჩემპიონები ყოველ დღე ან დღე გამოშვებით, ვისაც რა დისციპლინა აქვს, პატარ-პატარა მომზადებას გადიან იმისთვის, რომ მე საბოლოოდ ეს დიდი შედეგი და ნაყოფი დადონ. ამიტომ რაც უფრო მეტად მოვუსმენ ჩვენს სხეულს და უფრო მეტად მიმტოვებლები ვიქნებით, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმია და ესე უცებ სტრესი არ შეუძლია, უფრო მეტად აგვიფასდება და თან შედეგებსაც უფრო მალე ვნახავთ. მართალია რომ უცებ გვინდა შედეგები და ეგრევე კუნთები დაგვედას, მაგრამ ამას მაინც მოთმინება და ყურადღება და მოსმენა ჭირდება. მადლობა ქეთო. მადლობა ელენე. დროებით. შემდეგ და აბა თქვენიცით, შემდეგ ვიდეომდე ცოტა მეტი ფიზიკური ჩვენს გავტესტავთ რაღაცა. ჩვენს გავტესტავთ, შეიძლება ინტუიციური კვებაც გავტესტა და აი მე მაგას დავიწყებ. ელენე საინტერესო ინფორმაცია მომეწოდა მაგასთან დაკავშირებით. აბა დროებით.